მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვანახელაძე. თქვენ უყურებთ ჩვენს მორიგ ეპიზოდს. ჩვენ ვართ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, RIM Adventure, კომპანია Beta. მინდა წარმოგიდგინოთ მათი შემდეგი ტექნიკა, ეს არის Polaris RZ1000XP. კონკრეტული მოდელი ჩვენი ვაგი არის 2014 წლიანი. მას ძრავი აქვს 1000 სმ კუბი, გამოიმუშავებს 107 ცხენის ძალას, 2 ცილინდრი. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ვარიატორული სისტემა არის, ღვედით გადაცემა აქვს. რაც დანარჩენი მინდა გითხრათ, სანამ ტექნიკურ მახასიათებებზე გადავალ ამ კონკრეტული მოდელის, მინდა ვიზუალურად დაგიხსნათ, არის LED განათებით 4 ადგილი, 4 სავარძელით, რომელიც იდეალურია მეგობრებთან ერთად ან ოჯახის წევრებთან უგზაობაში ან მთაში გაისეინოთ. ასევე მინდა გაჩვენოთ, რომ აქ წინ აქვს უკვე გამზადებული ჯალამბრის ადგილი, შეგიძლიათ მიატანოთ და ჯალამბარიც გექნებათ აღჭურვილი თქვენი ბაგი, რომ თუ პირობითად სადმე მიუვალ ადგილში გაიჭედეთ, ჯალამბარს გამოიყენებთ და მიუვალი ადგილი, როგორც მომხოლმე ამოწის არ იქნება ამ ტექნიკისთვის. დანარჩენი ამორტიზატორები ტექნიკურ ხარისზე რო გადავიდეთ, განსხვავებული აქვს სრულიად რეგულირებადი, როგორც წინ, ასევე უკან. კიდევ რაც შემიძლია გითხრათ ამ კონკრეტულ ბაგზე, 14 ინჩიანი ალუმინის დისკები აქვს, თითქმის სტანდარტულად ყველას ეგრე აქვს. არის 12-იანებიც, მაგრამ ძირითად შემთხვევაში 14-იან დისკებზე არის რა კონკრეტული მოდელები. ასევე საჭის მექანიზმი სრულიად ჰიდრავლიკური აქვს, რაც ძალიან კარგი არის და საჭეს არ ეჭიდავებით. ასევე აქვს საჭის რეგულირება ზევით-ქვევით. თქვენ გემაზე როდესაც დაჯდებით, შეგიძლიათ მოვირგოთ საჭეს ზევით დაწიოთ, რომ ფეხებზე მოგედევათ, მუხლებზე თუ ასე შემდეგ, სრულიად შეზღუდული არ ხართ, როგორც გინდათ მოვირგებთ. ასევე მოდი გადავიდეთ ინტერიერზე. სალონშიც რაც შეეხება სავარძლების რეგულირება შეგიძლიათ, რაც მე კიდე პირადად მომწონს, ამ ბაგს აქვს სათავსო შიგნიდან. შეგიძლიათ აქ რამე ნივთები მოათავსოთ, ასევე აქ შეგიძლიათ ჯადოთ თქვენი ტელეფონი ან GPS-ი ან რაღაცა და აქედან უკვე დაცულად იქნება და სრულიად გააკონტროლებთ ყველაფერს. დანარჩენი ფარების ჩამრთველი ღილაკი, ხიდების ჩამრთველი ღილაკი და დანარჩენი სტანდარტულად განსაკუთრებული არაფერი არ აქვს ამ ბაგს, გარდა იმისა, რომ წახვიდე off-road-ზე, დატანჯო, მიიღო სიამოვნება და მაქსიმალურად შეიგრძნო ამის რესურსი.
მოკლედ, როგორც ნახეთ, მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი დღე დასრულდა. კონკრეტულ ბაგზე მინდა გითხრათ და გესაუბროთ. თავის დავალებას გაართვა იდეალურად თავი. მოცემულ მომენტში რა გზაზე ჩვენ ვიყავით და რელიეფზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ტრეკი არის აქვე ენდურო მოტოკროსის და იარა იდეალურად, რასაც ნაკლებად ველოდი მიუხედავად იმისა, რომ არის 4-კაციანი გზელი არის და მეგონა რომ ბევრად ლანქი იქნებოდა ვიდრე 2-კაციანი. მაგრამ თავის წონიდან გამომდინარე, მოცულობიდან გამომდინარე, ამის სიარული ჩემთვის მინუსი არ ყოფილა. ასევე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ კონკრეტული მოდელი ბაგი იყიდება, კონკრეტულად ეს $7,000. ასევე თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა შეიძინოთ რამოდენიმე, როგორც ვიცი, ზუსტად 3 არის და თუ მეგობრებს გინდათ არც მაგის პრობლემა არ არის და ერთნაირები გეყოლებათ. კიდევ რაც მინდოდა მეთქვა ამ ბაგზე, ერთადერთი რაც ჩემთვის მინუსი არა, უბრალოდ შედარებას მოვიყვან. თუ უშუალოდ თქვენ hard off-road-ზე გინდათ სიარული და გინდათ No, God, please, no! No! თუ თქვენ პირობითად გინდათ hard off-road-ზე სიარული და ბევრად მიუვალ ადგილებში, მაშინ მე რეკომენდაციას გავუწევდი 2-კაციან ბაგს. ამ შემთხვევაში თუ თქვენ მეგობრებთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად გინდათ გასეინება, ქალაქის გარშემო მიუვალ ადგილებში ბევრი ისტორიული ადგილის ნახვა, იდეალური ვარიანტი არის. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო კომპანია პეტას გვერდში დგომისთვის, ნდობისთვის. უკვე მეორე ვიდეო არის ბაგის, რაც ჩვენ ერთობლივი პროექტი გვაქვს, ასევე შემდგომში იქნება სხვა პროექტებიც, რასაც თქვენ იხილავთ. დანარჩენი კიდევ დღევანდელი დღე მიიწურა, ძალიან ცივა. როგორც ნახეთ, დასასრული ყოველთვის მიჭირს. მოკლედ, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, დალაიკეთ, გამოიწერეთ გვერდი, რათა არ გამოგჩნდეს შემდგომში ბევრად უკეთესი ვიდეოები და იმისათვის, რომ მე ასე ვიყინები, იმედია თქვენს დავიფასებთ და გამოიწერთ გვერდს.